ორი მოტოს გადაადგილება საერთო სარგებლობის გზებზე არის საუკეთესო ნაჩვენებ ფორმაციაში, როცა უკანა მოტო ოდნავ ჩამორჩება წინას და არის მის გვერდით. ამგვარად, მაღალი სიჩქარით გადაადგილების დროსაც მოტოები ერთმანეთს ხელს არ უშლიან აჩქარება შენელების დროს ან სხვა მანევრირების შემთხვევაშიც. თუ წინ მიმავალმა მოტომ შეიცვალა თავისი პოზიცია, იგივე უნდა გააკეთოს უკან მიმავალმა მოტომაც და გაითვალისწინოს ის, რომ ეცადოს დარჩეს წინ მიმავალი მოტოს უკანა ხედვის სარკის არეალში. აღნიშნული წესით გადაადგილება ორივე მოტოს აძლევს საშუალებას თავი აარიდონ დაბრკოლებების გზაზე უსაფრთხოდ. იმისთვის, რომ მანევრირება იყოს უსაფრთხო, წესად გავითვალისწინოთ ის, რომ უკანა მოტო არასოდეს არ ეწევა წინას. წინ მიმავალი მხედარი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ საფრთხის შემთხვევაში მას დაუფიქრებლად შეუძლია პოზიციის შეცვლა ან დამოხრუჭება. დაბალ სიჩქარეზე შესაძლებელია დისტანციის შემცირება და გაჩერების შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით დგომა. მოძრაობის განახლებისთანავე მოტოები უბრუნდებიან ჩვეულ პოზიციას. აღნიშნულ პოზიციაში მოძრაობა ასევე მოსახერხებელი არის მოტო კოლონის შემთხვევაში. კოლონის მოძრაობის დაწყებისთანავე იწყება მისი ფორმირება. ფორმირება შენარჩუნებული იქნება მოგზაურობის ბოლომდე. ყველა მოტო მიყვება წინ მიმავალს და მასთან მიმართებაში იკავებს ან მარცხენა ან მარჯვენა პოზიციას. იქმნება ორზოლიანი კოლონა, სადაც მოტოები ჭადრაკისებულად არიან განლაგებულები. ამ კოლონაში ვიცავთ ადრე ნახსენებ ყველა წესს, რომელიც ეხებოდა ორი მოტოთი გადაადგილებას. დაბრკოლებებს თავი უნდა ავარიდოთ მხოლოდ მარჯვნივ მარცხნივ მოძრაობებით. თუ ერთ-ერთი მოტო ტოვებს კოლონას, მან უნდა ჩართოს მაჩვენებელი და გადავიდეს უკიდურეს მარჯვენა ზოლში. თავისუფალი ადგილის დასაკავებლად იგრძელება აჩქარებით წინ მოძრაობა, რადგან გვერდზე მდგომი მოტო ამას ვერ შენიშნავს და დაბრკოლებაზე თავის არიდების დროს მოახდენს შეჯახებას. თავისუფალ ადგილს იკავებს გასulis უკან გვერდზე ზოლში მომავალი მოტო. ამისათვის ის იცვლის პოზიციას და ეწევა მისთვის ახალ წინ მიმავალს. მის უკან ყოფი მოტოები იცვლიან პოზიციას მხოლოდ მარჯვიდან მარცხნივ ან პირიქით და აღადგენენ კოლონის ფორმაციას. კოლონაში დაბრუნება. ახალი მოტო ეწევა კოლონას და ყოველთვის იკავებს ადგილს ჯგუფში მიმავალი ბოლო მოტოს მერე. მოტოკოლონაში მოძრაობისას მთავარია სიფრთხილე და სიდინჯე. ეცადეთ თავიდან აირიდოთ უეცარი მანევრები. აკონტროლეთ პოზიცია არა თქვენს პირდაპირ მყოფი მოტოთი, არამედ ერთი მოტოთი წინ საპირისპირო მხარეს. ზოლიდან ზოლში გადასვლისას კოლონა უხვევს თანმიმდევრულად. ლიდერი თავს მოხვევის მაჩვენებელს და მოტო იცვლის პოზიციას მხოლოდ უშუალოდ მის წინ მყოფი მოტოს მერე და არა სინქრონულად ლიდერთან. საცობში მოძრაობისას კოლონა გადაეწყობა ერთ ზოლად, ასე გადაადგილებისას საჭიროა ზედმეტი სიფრთხილე, ვინაიდან ხილვადობა არის შეზღუდული. ფორმაციის დაბრუნება ხდება მხოლოდ ლიდერის მითითების მერე. ავტომობილის გასწრებაც ხდება თანმიმდევრულად, ფორმაციის დროებითი დარღვევით. ყველა თვითონ არჩევს გასწრების უსაფრთხო მომენტს და შემდეგ ბრუნდება თავის ჩვეულ პოზიციაში.